რუსთავის მერი ამორტიზებული ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს რამდენიმე წუთში ქრონიკაში. რუსთავში ვასილ ყულიჯანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. საღამოშვიდობისად თქვენ უყურებთ ქრონიკას ცხრის ნახევარზე, ახლა მე სოფოც ერთვაძე გაგაცნობთ. რუსთავის მერი ამორტიზებული ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს ჭყონდიძელის დასახლებაში ასეთი რამდენიმე ქუჩა, ერთ-ერთი მათგანი ბელიაშვილია. გზის რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ჭყონდიძელის დასახლებაში სარემონტო სამუშაოები ერთდროულად 4 ქუჩაზე მიმდინარეობს. ჭყონდიძელის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. ამ ეტაპზე ბელიაშვილის ქუჩის 5853 კვადრატული მეტრის სიგრძის მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. ტერიტორიაზე გზის სარემონტო სამუშაოები მომავალ კვირას დასრულდება. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ჭყონდიძელის დასახლებაში, კერძოდ ბელიაშვილის ქუჩაზე 5853 კვადრატული მეტრი ფართობი. სამუშაოები დაიწყო დღეს, დასრულდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში. გზის კაპიტალურ მშენებლობას დადებითად აფასებენ ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლები. მოსახლეობის თქმით, უხვი ნალექის შემთხვევაში მათ ქუჩაზე როგორც ფეხით, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაც შეუძლებელი იყო. წვიმის დროს ჩვენ ქუჩაზე გავლა შეუძლებელი იყო, ტრანსპორტსაც უჭირდა აქამდე ამოსვლა. ახლა გზა კეთდება და ძალიან გახარებულები ვართ. ძალიან დალახი იყო, ძალიან ცუდი გზა იყო. ბავშვი სკოლაში დადიან, სულ სველი აღარ ვარ გადადრა, ეხლა აგეთებენ. საშინელება იყო. ეხლა კიდე კაია რომ ამასვაც გვიგებენ, ერთი თხოვნა კიდეა რომ ტრანსპორტი დაგვიმატონ. ბელიაშვილის ქუჩის გარდა საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჭყონდიძელის დასახლებაში კიდევ 3 ქუჩაზე მიმდინარეობს. რუსთავის მერის ინფორმაციით 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მილიონობით ლარი იხარჯება. რუსთავში ვასილ ყულიჯანაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩამოსვენებას გუშინ საღამოს ქალაქში ასობით რუსთაველი და სამხედრო ცოცხალი ჯაჭვით დახვდა. გარდაცვლილ სამხედროს პატივი მიაგეს შეერაღებული ძალების მაღალჩინოსნება, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ოჯახის ინფორმაციით ჯარისკაც სამშაბათს რუსთავში დაკრძალავენ. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდები მის საცხოვრებელ სახლში, ორშაბათს კი დღის 12 საათიდან მე-6 მიკრორაიონში არსებულ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში გაიმართება. პირველი კლასის რიგით სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ოფიციალური პანაშვიდი იქნება კვირას საღამოს 4 საათიდან. ცნობილია რომ ასევე ტაძარში უნდა გადაასვენონ, რომელ ტაძარში? ორშაბათს დილით გადავასვენებთ 12 საათზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში. აქვე არის ახლოს გვერდზე, მოქმედი ტაძარია და დილიდან იქ იქნება დასვენებული ჩვენი გმირი. დღეს კონტრაცეფციის საერთაშორისო დღე აღენიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც კონტრაცეფციისა და ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ცნობიერების ამაღლება იყო. კამპანია, რომელსაც კონტრაცეფციის ელჩები სხვადასხვა ქვეყანაში აწარმოებენ, მთავარი მისია რომ მსოფლიოში ყოველი ორსულობა იყოს სასურველი. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სემინარიც გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების სტუდენტები და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 26 სექტემბერს აღენიშნება მსოფლიო კონტრაცეფციის დღე, რომლის მისია საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელება კონტრაცეფციასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დღევანდელი ჩვენი სემინარიც, ტრენინგიც შეეხება ამ საკითხებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს გქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. კონტრაცეფციის მსოფლიო დღის ელჩები ახორციელებენ პროექტებს ქვეყნის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველოში კონტრაცეფციის მსოფლიო დღის პროექტი არის ახალგაზრდების ხმა, ისტორიების რუკა. ამ პროექტის ფარგლებში დღეს ხორციელდება რუსთავში ტრენინგი, რომელიც ეხება ახალგაზრდების რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და ასევე ციფრული ამბების თხრობას. 27-28 სექტემბერს საქართველოში ცობთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღენიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო ხვალდაზე გდილის 10 საათიდან რუსთავში შინაური ცხოველების უფასო პროფილაქტიკურ ვაქცინას ჩაატარებს. აქცია ჩვენს ქალაქში იუსტიციის სახლის წინ მდებარე სკვერში ჩატარდება. საინფორმაციო სახეს ფლაიერები რუსთავში დღეს სააგენტოს ქვემო ქართლის თანამშრომლებმა ცენტრალურ ქუჩებზე გააკრეს და მოსახლეობას აქციაში ჩართვისკენ მოუწოდეს.
28-ში არის სოფთა ბრძოლის საერთაშორისო დღე, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის სააგენტომ დაგეგმა ესეთი რაღაცა იუსტიციის სახლთან, მისამართები აქ წერია ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირი 29 ტარდება ვაქცინაცია და მოსახლეობას მოუწოდებ რა თქმა უნდა რომ ითანაშრომლო მოიყვანონ 4 ფეხა მეგობრები და ვებრძოლოთ სოფლს. მარნაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლო საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობა მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა მიიღეს. სკოლის თვითმმართველობა მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით აირჩიეს. ძალიან ბევრი რაღაც გავიგე არჩევნებზე და მომავალ არჩევნებისათვის მე უკვე მომზადებული ვიქნები და მეცოდინება თუ რა არის არჩევნები. სამწუხაროდ საქართველოს სკოლებში არსებული თვითმმართველობის უმრავლესობა მხოლოდ ფორმალურად ფუნქციონირებს. ჩვენი როგორც პროექტის მიზანია სწორედ ამ ინსტიტუტის გაძლიერებაა და ეს მიიღწევა კონკრეტულად ობიექტური არჩევნების ჩატარებაში, ხოლო შემდეგ პროექტის ფარგლებში ჩვენ დავეხმარებით უკვე არჩეულ თვითმმართველობას სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში. პროექტ ტრადიცია ეროვნული საგანძურის ფარგლებში დღეს სვანური ჭიდაობის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებას დმანიში მაშავერას ხეობამ უმასპინძლა. თამარ ლოლაძე კი ამბობთ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით სვანური ჭიდაობის ფესტივალი მეორე დღეა მიმდინარეობს. პროექტის მიზანი უძველესი ქართული ტრადიციის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა. ფესტივალში საქართველოს 7 რაიონის სპორტული სკოლის ახსაზრდელები მონაწილეობენ, რომლებიც ერთმანეთს ქართული ჭიდაობის უძველეს სახეობაში ეჯიბრებიან. სვანური ჭიდაობის ფესტივალი ეს არის პირველი პრეცედენტი, რომელიც სტარდება დმანისში და ითვალისწინებს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და აგრეთვე სპორტული ტრადიციული სახეობის ლიბრგელის აღდგენას. შესაბამისად, სვანეთიდან სხვადასხვა რეგიონებიდან არიან ახალგაზრდები ჩამოსული და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ეს იქნება ტრადიცია. ეს პროექტი ერთის მხრივ, როგორც სვანური ჭიდაობის პოპულარიზაციის მხრივ, ასევე ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის აუცილებელია და მთავარი არის ის, რომ ეს პროექტი არის განგრძობადი, ეს პროექტი იქნება ყოველწლიური, მაგრამ ამავდროულად იქნება არა ამ ადგილზე, არამედ მომავალ წელს შეიძლება იყოს ლენტეხში, მესტიაში და ასე შემდეგ. ასე რომ აღნიშნულ პროექტს მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ. ეს გახლავთ უძველესი ქართული ჭიდაობის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც შემორჩენილი გახლავთ სვანეთში. დღეს სწორედ მოხდა ამ ჭიდაობის უშუალოდ ფესტივალის ჩატარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მსგავსი ჭიდაობა ის ფესტივალი არ ჩატარებულა. ფესტივალის ფარგლებში ფოლკლორულ ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტებიც გაიმართა. ასევე გამოიფინა სვანეთის კუთხისთვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთი ტრადიციების აღდგენა, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოება და ზოგადად ჩვენი სახელმწიფო უნდა განვითარდეს სწორედაც იმ ტრადიციებს. ფესტივალი ტრადიცია ეროვნული საგანძური ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება. საბავშვო კინოთეატრმა ჯადოსნურმა ლამპარმა ახალი მესამე სეზონი გახსნა. კინოჩვენება დღეს რუსთავის გიგალ ორთქიფანიძის სახელობის თეატრის მცირე დარბაზში მოეწყო. პატარამა მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილეს რუსთავის მერიისა და თეატრის მხარდაჭერით. ახალ სეზონზე ჯადოსნური ლამპარის ყველა კინოჩვენება თეატრში მოეწყობა. 6-დან 12 წლამდე ბავშვები წლის განმავლობაში სულ 9 სხვადასხვა ჟანრის ფილმის ნახვა შეძლებენ. დღეს ქონდა კინოთეატრის ჯადოსნური ლამპარის მესამე სეზონის გახსნა. კინოთეატრი, რომელიც განკუთვნილია 6-დან 12 წლამდე ბავშვებისათვის. გვაქვს ორი ძირითადი სიახლე. პირველი ის, რომ მერის, რუსთავის მერის და თეატრის ადმინისტრაციის მხარდაჭერით წელს უკვე ჩვენებები გაიმართება რუსთავის მუნიციპალურ თეატრში და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ წელს უკვე დაგვიმატება ქართული ფილმები. მომწონს, რომ ბევრი ბავშვები ვიკრიბებით, ერთად უყურებთ სათავგადასავლო ფილმებს და ანიმაციურ ფილმებს. ძალიან მომწონს და არ გამიცდენი არც ერთი ჩვენება. ძალიან მომწონს ჯადოსნური ლამპარის ფილმები და ყოველთვის დავდივარ ჩვენებებზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქეთევან წამებული ქრისტიანული სარწმუნოების გამო 1624 წლის 26 სექტემბერს სასტიკად აწამეს. დედოფლის ნაწილები თავდაპირველად კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს. ამჟამად საქართველოში წმინდა დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.
რუსთაველმა მორაგბეებმა დღეს მიმდინარე სეზონში პირველი საშინაო მატჩი გამართეს რაგბის სტადიონზე დიდიათის მესამე ტურის შეხვედრა ჩატარდა. ერთმანეთს რუსთავის ხარები და ბათუმი დაუპირისპირდნენ. თამაში 9-13 ბათუმის გამარჯვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ბათუმის გუნდი რუსთავში სრული შემადგენლობით 24 სექტემბერს ჩამოვიდა. ამ ხნის განმავლობაში სპორტსმენები სასტუმრო რუსთავში იყვნენ დაბინავებულები. დღევანდელი საღამო ძალიან ემოციური იყო, ძალიან კარგი რაგბი იყო. პირველ რიგში დიდი მადლობა ჩვენ ბიჭებს, ბათუმს და უღმესი მადლობა რუსთავს კეთილსიერი და მედგარი დახვედისთვის რა. ძალიან კარგი თამაში იყო, ძალიან კმაყოფილები ვართ და ბედნიერი ვართ რომ გავიმარჯვეთ და დღეს ალბათ ჩვენ დღე იყო. ბევრი გვაქვს სამუშაო შეტევაზე, იმიტომ რომ დაცვაში თითქმის მთელი თამაში შეტევა თითქმის არ გაგვიკეთებია რამე ღირებული და აი ესა გვაქვს გამოსასწორებელი და იმედია ვიმუშავებთ, ბევრია სამუშაო ძალიან გამოვასწორებთ და სხვა გუნდებთან უფრო შემტევ რაგბს ვითამაშებთ. სამწუხაროდ დავმარცხეთ, მაგრამ ეს მხოლოდ სეზონის დასაწყისია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიჭები იბრძოლებენ და ღირსეულად ჩაამთავრებენ ჩემპიონატს. კიევი და მოსკოვის ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ, როგორც BBC იტყობინება ბრიუსელში ევროკავშირის უკრაინისა და რუსეთს შორის სამხედრო მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ინფორმაციით 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე უკრაინა რუსულ გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს. თავის მხრივ გაზპრომის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკრაინულ ნავთობგაზთან დამატებითი შეთანხმება დადო და უკრაინულ მხარეს გადაუგზავნა. ვაშინგტონი და პეკინი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ერთად იბრძოლებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩინელი კოლეგა თეთრ სახლში მიიღო. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ მხარეები ექსპერტთა ჯგუფს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც კიბერდანაშაულისა და კრიზისულ სიტუაციებში ერთობლივი მუშაობის პრინციპებს შეაჯერებენ. ორხრივი შეხვედრის შემდეგ ჩინელი სტუმრებისთვის თეთრ სახლში წვეულებაც მოეწყო. რომის პაპმა ნიუ-იორკის მედისონ სკვერზე მესა ჩაატარა. პაპის მოსასმენად ნიუ-იორკის ცენტრში 20,000-მდე ადამიანი შეიკრიბა. პაპმა ნიუ-იორკელებს ღარიბთა და უსახლკაროთა დახმარებისკენ მოუწოდა. პაპმა 11 სექტემბრის ტერაქტების მემორიალი მოინახულა და გარდაცვლილების ხსოვნას მიაგო პატივი. რომის პაპმა ტერორის დამარცხების აუცილებლობაზე გაეროში ისაუბრა. გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მან 2 გზავნილი გააგზავნა. მსოფლიო უნდა დაეხმაროს კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ ხალხს და გარემოს დაცვაზე უნდა იზრუნოს. თამაშობის ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით 7, თეთრიწყარო +19 იქნება, დღისით 11 ღამით. თბანიში +16 გრადუსამდე გათბება დღე, 4 იქნება ღამით, ბოლნისი +22 დღე, 12 გრადუსი ღამით. მარნეულში +26 იქნება დღე, 12 გრადუსი ფიქსირდება ღამით, თბილისი 26 დღისით, 13 ღამით. გარდაბაში +26 გრადუსი იქნება დღისით, 14 ღამით, რუსთავში ასევე 26 დღე, 14 ღამით. ქრონიკა ამ ინფორმაციებით დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.